შეწყვეტილი მისია 10 ელჩი თანამდებობას ტოვებს. სიაში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა უშიშროების საბჭოსა და პრეზიდენტს გადაუგზავნა, შემდეგი ქვეყნები მოხვდნენ: ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, ლატვია, უნგრეთი, ავსტრია, საფრანგეთი. დიპლომატიურ მისიას ასევე ასრულებენ საქართველოს მუდმივი წარმომადგენლები ეუთოში, ევროკავშირსა და ევროსაბჭოში. თითოეულ ქვეყანაში გადაწყვეტილება სხვადასხვა მიზეზი აქვს: როტაცია, ელჩების პირადი სურვილი ან ვიწრო პარტიული ინტერესების გატარება. კულუარებში უკვე საუბრობენ რამდენიმე მომავალი ელჩის ვინაობაზე. დაუდასტურებელი ინფორმაციით საფრანგეთში ეკა სირაძის, იტალიაში კახა სიხარულიძის, ჩეხეთში კი ზაალ გოქსაძის კანდიდატურები განიხილება. 65 დიპლომატიური წარმომადგენლობიდან 10-ში ცვლილებებია. ელჩების ნაწილი როტაციას ექვემდებარება, ნაწილი ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის წინააღმდეგია, ნაწილთან თანამშრომლობა კი თავად საგარეო უწყებას არ სურს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველ რიგში გამოიწვია ის ელჩები, ვისაც გასდიოდათ როტაციის ვადა. ამიტომ ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკისგან დამოუკიდებელი ამბავი. რამდენიმე ელჩმა თავად განაცხადა, მაგალითად, ელჩმა გაეროში, ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ელჩმა იტალიაში, მათ თავად განაცხადეს, რომ არ აპირებენ ახალ მთავრობასთან თანამშრომლობას. იმის მიუხედავად, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩების გამოწვევის პოლიტიკურ მოტივს კატეგორიულად უარყოფს, უწყების ხელმძღვანელის მიერ დასახელებული ერთ-ერთი მიზეზი მაინც პოლიტიკას უკავშირდება. მაია ფანჯიკიძემ დღეს დიდი ბრიტანეთის ელჩს აქციის მონაწილეების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებაც შეახსენა. თქვენ გახსოვთ ყველას ის კადრები, რომელიც ვნახეთ სექტემბერში, მას მერე რაც ციხის ამბები გავრცელდა ტელევიზიით და მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, რომელიც ელჩს დიპლომატს არ უნდა დაემართოს. მაია ფანჯიკიძის გზავნილს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი გამოეხმაურა. როტაციას ბუნებრივი პროცესი, კადრებს კი ტყუილი უწოდა. ის კადრები, რომელიც გავრცელდა ქართული მედიით, იყო დამონტაჟებული და თავდაწერა იყო დაყენებული რეალობა. და გულდასაწყვეტია, რომ სწორედ ეს ფორმულირება აირჩია საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ჩემთან მიმართებაში, როდესაც იცვლება ხელისუფლება, ახალ ხელისუფლებას, როგორც შეეხება, უწევს ხოლმე ელჩების გამოცვლა. ჩემ შემთხვევაში, ჩემს მიმართ პრეტენზია პოლიტიკურ ანგაჟირებაზე არ ყოფილა. ჩემი განთავისუფლება მოხდა როტაციის ვადის გამო. დიპლომატებისგან განსხვავებით მწვავე შეფასებებს აკეთებენ პოლიტიკოსები. მმართველი პარტია და უმცირესობა ელჩების გათავისუფლებას პოლიტიკასთან აკავშირებს, თუმცა განსხვავებულად აფასებს. ელჩი უნდა წარმოადგენდეს ქვეყანას და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. მე არ დაგიმალავთ, მაგალითად, რატომღაც ის პერიოდი მომიწია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრება და მუშაობა, როდესაც გამოჩნდა ჩვენი ახალი ელჩი, რომელიც ამჟამადაც ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო, ბატონი თემურ იაკობაშვილი, ის არ მუშაობდა საქართველოს სასარგებლოდ, ის მუშაობდა ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ. შემაშფოთებელი იყო ზოგიერთი შეფასება, კომენტარი, მათ შორის ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ თითქოს და ელჩების გარკვეული ნაწილი ასრულებდა პარტიულ დავალებებს. ამაზე პასუხი არის ძალიან მარტივი, რომ მთავრობა დემოკრატიულ ქვეყნებში პარტიებიდან კომპლექტდება და შესაბამისად პარტიის იდეოლოგია მთავრობაზე აისახება და მერე ინსტრუქციებს. ელჩების როტაცია ბუნებრივ პროცესად მიაჩნია ექსპერტ კახი კახიშვილს. არ უნდა იყოს ჩანაცვლება, ახლა ერთი პოლიტიკური ელჩის მეორე პოლიტიკური ელჩად დანიშნა, მე მგონი იქნება არასწორი. ელჩები უნდა იყვნენ პირველ რიგში ძალიან სერიოზული პროფესიონალები. საგარეო საქმეთა სამინისტრო მომავალი ელჩების ვინაობას დიპლომატიური ეტიკეტიდან გამომდინარე ჯერჯერობით არ ასახელებს. და მომავალი ელჩების სავარაუდო კანდიდატებზე საუბარს ახლა პირდაპირ ეთერში რეპორტაჟის ავტორი თამთა ჯანაძე განაგრძობს. თამთა, ეთერში ხარ, თუ არის უკვე ცნობილი კონკრეტული გვარები ქვეყნებში? თამთა, ამ დრომდე არ ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია მომავალი ელჩების ვინაობასთან დაკავშირებით, თუმცა იმის მიუხედავად, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მთელი დღის განმავლობაში არ აკონკრეტებდა იმ ადამიანების ვინაობას, ვინც შესაძლოა შეცვალოს მომავალი ელჩები, ვინც შესაძლოა შეცვალოს ელჩები, დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია მომავალი ელჩებთან დაკავშირებით. დაუზუსტებელი ინფორმაციით საფრანგეთში ეს არის ეკა სირაძე, იტალიაში კახა სიხარულიძე, ჩეხეთში კი ზაალ გოქსაძე. მე მოკლედ შემიძლია გითხრათ მათი ბიოგრაფიებიდან დეტალები. ეკა სირაძეს გახლავთ ექსპერტის საარჩევნო საკითხებში, რაც შეეხება კახა სიხარულიძეს და ზაალ გოქსაძეს, მათ აქვს თითქმის 18 წლიანი დიპლომატიური სტაჟი. სხვადასხვა დროს ისინი, უпростоრად კახა სიხარულიძე იყო ელჩი ჩინეთსა და ჩეხეთში, ხოლო ზაალ გოქსაძე არის ყოფილი ელჩი იტალიაში.
ის გამოწვევა და მომავალი ელჩების სავარაუდო კანდიდატები თამთა ჯანაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.